აბა, მარადიული ქალაქიდან სიკეთით სავსე ქალაქში. როგორ ხარ? გილოცავ და ამდე გახალწა. მადლობა, მეც გილოცავ. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი შეხვედრა შედგება წინა საახალწლო. მეც ძალიან მიხარია და ესეთი გარემო რო არის საერთოდ რა სილამაზეა. ამ გადაცემის უფრო კაი გარემოს ვერ ნახავდი. ეხლა მითხარი გულწრფელად, სანამ ჩვენ გადავალთ ჩვენს რომაულ ცხოვრებაზე. ესეთი სილამაზე არის რომში საახალწლო. მე არ მინახავს. იცი რა, აქ განსაკუთრებული სილამაზეა რა თქმა უნდა. ერთ-ერთი ლამაზის ქალაქია. ნამდვილად ძალიან ლამაზია. ძალიან მახარებს რომ აი წინა საახალწლო ეთერში მექნება საშუალება საზოგადოებას უკეთ გავაცნო შენით. მე ძალიან მიხარია. დიპლომატიურ ამბებს ნაკლებად შევეხები, რის გამოც ახლა ჩვენ იტალიიდან ჩამოხვედი. ნაკლებად, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემის ფორმატია ამას ნაკლებად ითვალისწინეთ, თუმცა მაგალითს ვლაპარაკებთ, მაგრამ დიდწილად მე რატომაც დამაინტერესა, რომ ჩემთან ვისულიყავი, რაც სავარაუდოდ აგდეს ვატყობ, შენი წერლობა, რაც მე ჩემთვის აღმოჩენა იყო, მე გავიცანი რამდენიმე და თან გვაერთიანებს რომის სიყვარული და ამ ყოველდღიური ვლაპარაკი. სანამ გადავალთ ამაზე, მითხარი ახალი წელი თუ გიყვართ და როგორი მოლოდინები ხდება ხოლმე. იცი რა, ახალი წელი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, რაღაცა ახალი იწყება, ხო? რაც არ უნდა კარგი იყოს ეს ძველი წელი, რაღაცა აცილებ და მე იწყებ უკვე ახალ წელს. მიყვარს ახალი წელი. სიცივე არ მიყვარს. არ მოგატყუებთ და რომში ძალიან კარგი ამინდები დავტოვე და ცოტა გული მწყდება. მაგრამ რა ვიცი, მიხარია ძალიან რომ აქ ვარ და ჩემს ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად შევხვდები ახალ წელს. აქ დღეს პირველად ვარ და მართლა მოხიბლული ვარ. საოცარი სილამაზეა, კი. ოჯახური ტრადიციები გაქვს ხოლმე, მაგალითად ერთად ხვდებით ან რაღაც განსაკუთრებულიდან ბავშვობიდან აუცილებლად ერთად ერთი დიდი ოჯახი, თავისი თოვლის ბაბუებით, საჩუქრებით, ყველაფრით და იცი რა, მე მგონია რომ აი ამ ბავშვობის ტრადიციებს და მოგონებებს დავარქმევ, მაგრამ ნუ კაი იყოს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მე რასაც როგორც აკეთებ ბავშვობაში, ის ძალიან დიდ ასახვას პოვებს შენს განვითარებაზე და გამომდინარე იქიდან რომ ბავშვობიდან ძალიან მჯერა ზღაპრების, ძალიან მჯერა რაღაცა ზღაპრული განსაკუთრებული გმირების, სულ ეს ჩემ ცხოვრებას რაღაც ძალიან ისე ხაზად გაყვება და რაღაცა არ მომბეზრდა ამ ზღაპრების საბავშვო ნაწილთან გავიგე. წერა არასდროს. ნუკა, შენ აღნიშნე ახლა რომ ეს ბავშვობის ტრადიციები, გნებავთ რაღაცა ამბები, ასახავს პოვებს და მართლა ასია. რამ პოვა ასახვა და რამ განაპირობა წერა როდის დაიწყე და რა იყო ამის ესეთი ასე ვთქვათ ინიციატორი თუ იდეის მომცემი თუ მუზას რო ეძახი და როდის მოხდა ეს ყველაფერი და ბავშვის ამაზე ჩვენ მაინც არ დავსწრებით და ხელი არ შევიშალოთ. იცი რა, ახლა ბავშვობიდან წერდი, ძალიან მიყვარს წერა. ის რო ზღაპრებს სულ მოთხრობებს, რა ვიცი, აი სულ წერას თავი მახსოვს. და რაღაც კოვიდის დროს განსაკუთრებით ბევრი დრო მქონდა ესე აღმოჩნდა და დავიწყე ყველაფრის გამოქვეყნება. და მე ხო იცი როგორც არის, როდესაც შედიხარ რაღაც სფეროში იწყებ მუშაობას, ესე ვთქვათ, ერთს მეორე მოყვა მეორეს მესამე და აი ესე სხვა შორის რაღაცა პატარა საჩუქრე ჩემს მოგდალებულ ბიბლიოთეკაში დიდი პატივისცემით მე მედია რომ მოგეწონება ხელმოწერილი არის რაგის მოგზაურობა მზეზე გადავიხდი ყველაფერს მოგზანდით აი ნაგრობი დაემთხვა ნახე სიმბოლურად ძალიან გამახარე მოგზაურობა წინა საახალწლო მე გამიზი არის აუცილებლად შტაბეშტილები მოდი პირდაპირ შტაბეშტილები დავიწყოთ მაშინ რადგან ახსენე და დამასწარი მე გავიკითხე შენი ერთ-ერთი ნაწარმოები რომელიც მე მგონი დაბეშტილი არ არის ჯერ სამუშაო ვერსია რომელსაც ქვია სტელა აი ავტომატ ბევრი რამე დაემთხვა ნუ ჩვენი ერთი სიყვარული რომზე და რომში მოგზაურობ იტალიაში ძალიან ბევრი თემა იდეურად აი ეს ზღაპრული ალეგორიული გაური ამბებით გადმოცემული სიკეთე საუბარი და აი დაამოვიხებლე მართლა მე როგორც ვიცი შენ კითხვი რო ვიაროთ რომ აი კოვიდმა გადაგაწყვეტინა რომ უფრო ბევრი დაგებეჭდა მაგრამ ამასობაში როგორც ვიცი არამარტ საქართველოში უცხოეთში იბეჭდება შენი ნაწილები. მოგითხარი ამაზეც?
ჩემი 3 წიგნი უკვე გამოცემულია უცხოეთში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, იტალიაში, რა თქმა უნდა, ჩემს უძვირფასეს იტალიაში. რაც შეეხება სტელას, ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს ვიყავი პალიტრა ელში და გავაფორმეთ ხელშეკრულება. პალიტრალი დაბეჭდავს სტელას და მანუელა ადრიანი, რომელიც არის ძალიან ცნობილი იტალიელი ილუსტრატორი, დახატავს ილუსტრაციებს და მე რა თქმა უნდა აუცილებლად აქვე დავანოსებ და ვიტყვი რომ გამოვათვალე ყველას გიჩვენებთ, იმიტომ არა რომ ახლა ჩემთან არის ავტორი, იმიტომ არა რომ რაღაც ეტამულობას ვახდენ, გულწრფელად გიჩვენებთ, წაიკითხოთ და მე შენ მოგწერე გახსოვს რომ აი მე გავუგზავნე ბავშვს. აუ ძალიან მე ბავშვს ჩემს უთხარ რომელიც წაიკითხე აუცილებლად რა. მე მგონი რომ ყველა თაობმა წაიკითხოს იმდენად აი ამ ზღაპრული რაღაც აუცილებლად სიგეთით ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცებია. ძალიან მახარებს შენი ეს შეფასება თან იმის გათვალისწინებით როგორც გიყვარს შენ რომი და აი ეს ყველაფერი ხო და აი იმდენი რამე ამოვიკითხე. მეგონა რომ დავსეირნები რომში სტელასთან ერთად. მოდი ცოტა ვთქვათ ამ დიპლომატიურ საქმიანობაზე და რომლეც რაც ახლა გაკავშირებს ამ კუთხით როდის შენი პირველი კუთხე ქვეყანა რომი თუ მანამდე იყავი შენ საქმიანობაში? მანამდე ვიყავი უნგრეთში, ოღონდ ეს არ იყო ესეთი გრძელვადიანი მივლინება და ეხლა რომში ვარ გრძელვადიანი მივლინებით, ვარ საელჩოს მრჩეველი. და რავი, ძალიან საინტერესო გამოცდილებაა ჩემთვის იმის გათვალისწინებით, რომ მე 15 წელია უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობ. მე რა თქმა უნდა მახარებს, რომ ჩვენი გადაკვეთები რომში ძირითადად ხდება სპეციალიზმზე და კულტურულ ამ ქართველებში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებზე. ეს არის ქართული თეატრი, რომელიც დაარსდა, ეს იყო შესანიშნავი. სადაც არაჩვეულებრივად შეასრულეთ თქვენი როლი და ჩემი შვილი ამბობდა, რომ არა ნამდვილად, აი ბავშვი იყო შთაბეჭდილების ქვეშ. ისე იყავით როლში შესული, რომ ნერვიულობდა, რომ ამ ბიჭსო, მე რო ყელი არ ეთკინებაო დღეს საღამოს მეთქი არ ეთკინებაო. ეს გვაქვს სახიობი. კი, თვითონაც მღერის და ეთქვა განიცადა, რომ ყელი არ ეთკინებაო. აუცილებლად. ახლა თუ წერ რამე, სანამ სტელა დაიბეჭდება. აი როგორ ხდება ეს რაღაცა პაუზები გაქვს ხოლმე, პერიოდები გაქვს, ჭირდება რამე განწყობა, აი ყოველს ხო თავი ისე ხო არ არის დავჟიკი დავწერი არ ხდება ეს. აი რაღაცა ჭირდება ალბათ, ხო? თან დატვირთული ხარ ძალიან. იცით რა არის სიმართლე რომ გითხრათ ჩემ შემთხვევაში, აი სულ ცოტა თავისუფალი დრო თუ მაქვს უწერ. ეხაც წერ რა თქმა უნდა. არ ვიტყვი ჯერ რა წერ. დავასრულებ. მოდი ცოტა ხანი მოტრიალდ რომ ბიჭებმა აიღონ კადრი. აჰა. ლამაზია ძალიან, მე პირველად ვარ დღეს. მანქანი ჩაუვლით, მაგრამ შენ ძალიან ლამაზია ნამდვილად. შევუყვეთ, მოდი ნაძვის ხებს. იცი რამე, ნაკითხო. ისევ იმას დაუბრუნდები, რაც შენ თქვი, რომ ბავშვობაში ძალიან ხშირად ტრადიციები, ოჯახური რაღაც შეკრებები, საუბრები ილეკება და ახდენს მერე შემდგომ ჩვენ ცხოვრებაში რეალიზებას. თუ გახსოვს შენ თან აი შენს მეხსიერებაში, როდის გაჟღერდა ღმერთი, ეკლესია, რელიგია, როგორ აფორმდა დღეს, როგორი დამოკიდებულება გაქვს შენ? აუ ძალიან საინტერესო კითხვა. იმდენად საინტერესო კითხვაა, რომ მე თვითონ ალბათ არ დავფიქრებულ ვარ ამაზე. დაგაფიქრე, აი ახლა ნაძვის ხეს. და ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, მაგრამ ალბათ ჩემთვის პირველი აღქმა, აი პირველი სახე ღმერთის იყო ხატი, რომელიც ძალიან ძირძველი ხატი ვქონდა ჩვენ სახლში. ბაბუა ჩემის ბაბუა იყო მღვდელი. კი. და როდესაც ლოცულობდი ხოლმე, აი მე რო დავფიქრებულ ვარ, ჩემთვის ღმერთს ალბათ დიდი ხანი იმ ხატის სახე ქონდა. მაცხოვრის ხატი იყო? დიახ, მაცხოვრის ხატი იყო. შენ ახმაში ღმერთი ასეთი იყო? ჩემ სახქმაში ალბათ ეხა რო დავფიქრებულ ვარ, ალბათ მაშინ ესეთი იყო ღმერთი. როდის დავფიქრებულ ვარ ცოტა უფრო სიღრმისეულად ღმერთზე, ალბათ როდესაც რაღაცა ძალიან სულელურ ბავშვურ სურვილებს თხოვდი და ის ჩაი გააქვთ? ჩაი არა, საფრთხარად არა. აი ვიარე მეთქი აქ იქნება თქო და არ გაქვთ. კარგი. და ის კიდევ ყოველთვის ხო იცით ღმერთი როგორი არის, ყოველთვის რაღაცა ბავშვობიდან მოყოლებული რაღაცა სურვილებს გისრულებს, ხო ჩვენი პირველი დამოკიდებულება ხო ესეთია ღმერთთან, რაც არ უნდა სულელურად ჟღერდეს. სურვილების შემსრულებელი, რომლისთვისაც ხშირად მადლიერებაც კი გვავიწყდება ხოლმე. და
ხო, ალბათ ეგ იყო, რომ აი ბავშვობაში რაღაცა სისულელეზე გაიფიქრებდი, რომ ღმერთოქთ, ხო, და ღმერთო, ოღონდ ეს ხუთიანი დავიწერო ხო. ან ღმერთო ნეტა მასწავლებელმა ეხა არ გამიძახოს, ოღონდ ეხა არა, რა. აი ალბათ ეს იყო ხო, პირველი კონტაქტი ღმერთთან და რა შეეხება აი შემდგომ უკვე გააზრებულად და რელიგიასთან თუ დაინტერესდი საერთოდ შეიძლება არის? რა თქმა უნდა. მე რა ვიცი, ძალიან აქტიურად გლას მოხდი, ნელ-ნელა გავეცალე. ძალიან მადლიერი ვარ ღმერთის, მართლა ძალიან მიყვარს ყველაფერი, რაც ღმერთმა მაჩუქა და ვინც ღმერთმა მაჩუქა და ფიქრობ, რომ არ არსებობს არაფერი ღვთის გარეშე და ყველა გზა, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ შენ ღმერთთან მიხვიდე, არის ტყუილი. გასაჭიროა გზა. ანუ რაც არ უნდა თუ ის აზრამდე არ მიგვიყვანს, რაც არ უნდა დიდების, წარმატების გზა იყოს ეს ყველაფერი, უბრალოდ აზრი არა აქვს. არანაირი ღირებულება არ აქვს იმ გზას, თუ ამ გზას მართლა არ მიყავ ხარ ღმერთთან. ეს გზა როგორია? ეს გზა როგორი არის და ყველას თავისი გზა, შენთვის როგორია? ძალიან ლამაზია და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მუდმივად შენი თავის ამოცნობის გზით ხდება უფლის შეცნობა, იმიტომ რომ ყველა ნაბიჯი, ყველა გზა, აი რომ დავფიქრდეთ ხო, თუნდაც ხა შენც უმოგზაურობ, მეც უმოგზაურობ. ჩაის ხედავ მივიწევ. ჩაის ხედავთ ხო? მერე? რამდენი განსაცდელისგან, რამდენი საშინელებისგან გვიცავს ღმერთი, ხო? აი ამ ყველაფერს რო უფიქრდები. გამარჯობა, გილოცავთ ახალი ჩაი გაქვთ? როგორი? არა, არა, მართლა არა, მადლობა. შენთვის მოდოდა. მარტო ხო არ დავუდგე. რამე? არა, მადლობა, დიდი მადლობა. აი, არ დამეწვია სტუმარი. კაი. ასეთ ცუდი სტუმარია, არა. შემდგომში კაფეში დაგპატიჟებ გადაცემაში. იტალიაში. მადლობა. იტალიაში ჩვენ დაგპატიჟებთ კაფეში. ვიცი, თქვენი დაპატიჟებდი და ეხოთებით რომ მეთქო. კაი, იცი რამე ნეკითხო? თქვი რომ ძალიან მიყვარს ღმერთი. ძალიან. რას ნიშნავს ღმერთის სიყვარული? როგორ გამოიხატება ღმერთის სიყვარული? როგორ გამოვლინდება? აი როგორ ადამიანების შემთხვევაში არ ვიცი რამდენად გამოიხატება ღმერთის სიყვარული და მე რამდენად ვარ ის ადამიანი, ვინც ამაზე უნდა ისაუბროს, თუმცა აი შენი პირადი მითხარი, ნახე ყოველას როგორც ის გითხარი, რომ ყოველასთვის თავის პირადი გზაა ღმერთთან საუბარი, მაგრამ ისე რომ ღმერთთან ურთიერთობის პირადი გზა თუ არ გაგვიზა პირადი ურთიერთობა, მაშინ არასწორი გარწმუნება ალბათ. შენთვის რო თქვი რომ ძალიან მიყვარს ღმერთიო და გამიხარდა და მომეწონა ის ფრაზა, მაგრამ მოვისმენდი სიამოვნებით, შეიძლება ბევრი რომ მისწავლო. შენთვის რას ნიშნავს მიყვარს ღმერთი? აი, შენ რომ მეწყვი რომ ძალიან მიყვარს დედა, მამა, შვილი, ვიცი რომ ნახავ, ეტყვი, მოეფერები, აჩუქებ, გამოხატავ. ღმერთს ვერ ხედავ. აი, ნახე რაც გიკითხები. როგორ მტკიცებ ცუდი სიტყვა, როგორ ავლენ მის დამი რომ ის გიყვარს ძალიან. რა თქმა უნდა, შენი ფიქრები იცის, მაგრამ მაინც. შენი ფიქრები იცის კი. მოდი მე ცოტა ესე შესავალს გავუკეთებ. ძალიან ბევრი წელია, 2013 წლიდან ვატარებ მამა გაბრიელის მედალიონს, რომელსაც აწერია რომ ღმერთი არის სიყვარული. რომელიც მაჩუქა ჩემი ბავშვობის უძვირფასესმა მეგობარმა ირაკლი ჩაკვეტაძემ და აი სულ ეს მედალიონი რაც მიკეთია, იმდენი სასწაული ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ არ ვიცი ეხა მართლა ამის მოყოლას ერთი გადაცემა კი არა, არ ვიცი რამდენი საათი იყოფა და ალბათ, აი არ ვიცი, მამა გაბრიელი იყო ის ერთ-ერთი წმინდანი, ვინც ყველაზე მეტად მიმიყვანა ღმერთამდე, ესე არ არის სწორი ნათქვამი, მაგრამ აი ვინც ზუსტად ვიცი რომ სულ ჩემთან არის. სულ ანუ ნამდვილად ვიცი, აი ხო აქ ნათქვამი რომ როცა გაგიჭირდებათო არ შეგეშინდეთო მეო თქვენთან მოვალო. და მე როგორ მიყვარს ღმერთი და როგორ ვეუბნები, პირდაპირ ვეუბნები რომ ძალიან მიყვარხარ და ძალიან დიდი მადლობა. პირდაპირ ურთიერთობა ღმერთთან. ნამდვილად. ძრო პასუხებს? რა თქმა უნდა, ყოველთვის. შენ როგორც მწერალს ამ შემთხვევაში მე გითხო, წერ ხო? და პირველ რიგში თუ მეტყვი, თუ გაგახსენდება, თუ არა და არავიშავს რა გახსენდება პირველი აი ყველაზე ისეთ ნაწარმოები, სადაც ეს თემა კარგად არის წამოწეული, შენ და გამახსოვდა და მეორე შენ თუნდაც აი რაღაც კონტექსტებით ან პარალელური გზებით თუ ამ თემაზე გიცდია დაწერა ან ეს თემა სადმე ჩაგიდია. მქონდა ეგ ფიქრი რომ დამეწერა, მაგრამ მე ცოტა შემეშინდა, იმიტომ რომ ბევრი რამის გამო შემეშინდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემი წიგნებიდან პარალელურ ნაპირში მაინც ყველაზე მეტად იგივე ამ სტელაში ერთი ნახსენებელი, მაგრამ იმდენი ლაპარაკია სიკეთეზე, თუ პირდაპირ ღმერთია ჩემთვის. აი კეთილშეფილება რო წაიკითხა, ცოტა ხანი მოიგნა რომ კეთილი იყო და ღმერთია პირდაპირ საფრთხო საქმეა. ეგრეა, კი, ეგრეა, ღმერთი არის ყველაფერი. ბავშვებს როგორ უნდა ელაპარაკო შენი აზრით ღმერთზე? რატო დაი მე ბავშვობიდან დავიწყეთ ეს, რამდენი ვახსენეთ ბავშვობის თემა. აი ბავშვებს როგორ უნდა ელაპარაკო, რომ არ შეაშინო
თან მიახოვე და მე თავისი დაინტერესდა, თავისი გაღვივდეს. აი, ბავშვები არ უნდა შეაშინო, ეგ მართალია, იმიტომ რომ ბავშვებმა აქედანვე უნდა იცოდნენ, რომ ღმერთი არის მხოლოდ და მარტო სიყვარული და თვითონ უნდა დაინტერესდნენ, რომ თავისი გზით მივიდნენ, თავისი გზით ესაუბრონ ღმერთს. მე მგონია, რომ პირველ რიგში ბავშვი, როდესაც ხედავს, რომ შელოცულობ, შენ პირჯვარს იწერ, შენ ღმერთს დიდ პატივს ფიქრობ, რომ ამას უპირველესად ყველაზე დიდი მნიშვნელობა და ყველაზე დიდი გავლენა აქვს. როგორ უნდა ესაუბრო, მე ყველაზე ნაკლებად გამოვდგები მაგის ექსპერტად, მაგრამ ალბათ ძალიან მცირე დოზებით უნდა უთხრა ძალიან ბევრი, რომ ღმერთი არის ყველა და ყველაფერი რა და ყველაფერი რაც გვაქვს არის მხოლოდ და მარტო მისგან. ყველაზე კარგი რამ თუ პირადი მაგალითზე იდეალური სასაუბრო არაფერი არ არის. უცხო ქვეყანაში როცა იყავი და ახლა ხარ იქ ახერხებ ურთიერთობას ეკლესიასთან. ქართული სამრევლოები გვაქვს ხა იტალიაში. ქართული სამრევლოებიც გვაქვს. საბედნიეროდ და იქაური ქართველები ძალიან დიდი დახმარებაა. ქართველები ძალიან აქტიურები არიან. და რა ვიცი, ძალიან დიდი საქმე კეთდება მართლა ბევრი ადამიანის ჩართულობით, რომელთაც მე ახლა არ ჩამოვშლი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ საქმეს ემსახურებიან და მართლაც ქართულ საქმეს აკეთებენ ეს ადამიანები, ვინც თითო აგურს დევს იმაში, რომ ჩვენი ეკლესია იქაც იყოს ძლიერი. ნუ როგორ აქედან ვისაც არ აქვს ხოლმე შეხება უცხოეთთან და განსაკუთრებით იქ ცხოვრებ ქართველებთან, სხვანაირად ჩანს, ხო? ათაშერთხელ ჩავალ, მოგვეწონება და აუბრუნდებით, მაგრამ თუ ოდნავ მაინც გიწევს რამდენიმე დღე მაინც მათთან გაატარო, ხვდები რომ არც ადვილი და ფერადია ცხოვრება იქ, როგორც აგონია. თქვენ გააქვთ ახლა მათთან ურთიერთობა. როგორია იქიდან დანახული სამშობლო და როგორია ადგილზე დანახული მათი ცხოვრება და იქ ყოფით თანამოქალაქეები? მათი თვალით დანახული შენიდან მითხარი, აი იქ რო ხარ, იქიდან როგორია სამშობლო და ადგილზე რო დაინახე მათთან ურთიერთობა როგორია, როცა ზოგი წლებით, ზოგი ძალიან დიდი ხნითაც უწყვეტილია სამშობლოს. ის მაგაზეც ცოტა ესე ვრცელ პასუხს გაგცემთ რა. იმას ვიყავით ქართველები, შეკრებილები და ესეთი კითხვა გამიჩნდა აი პირველად ცხოვრებაში. მივუბრუნდი ამ ადამიანებს და ვკითხე რომ აი თქვენთვის საქართველოს რისი სახე აქვს თქო და ზოგმა თქვა რომ აი ვეფხის თხაოსნის ზოგმა სხვადასხვა პასუხები იყო რა. მე მგონია რომ ჯერ ჩემ პირადს გეტყვით. საქართველოს სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო, აი ჩემთვის პირადად ძალიან სადად, აი ძალიან სადად, ძალიან ლამაზად წერია მხოლოდ საქართველო. ამით რისი თქმა მინდა ნახეთ. რაც უფრო შორს ხარ, ხო, ეს ხო არის რომ მით უფრო ვტყვები, მაგრამ აი არ ვიცი, მაინც სწორ სიტყვას ვერ ვიპოვი რა. სხვანაირად შეიძლება ჩანდეს ბევრი რაღაც მათთვის, მაგრამ მე მგონია რომ ისინი უდიდესი სიყვარულით აკეთებენ, უფრო მეტი სიყვარულით აკეთებენ ქართულ საქმეს, ვიდრე შეიძლება ჩვენ აქ ვაკეთებთ. ფოტოშოპის მეს რამდენჯერმე მომიწია არა მარტო იტალიაში, სხვა ქვეყნებშიც მათთან შეხვედრა და რაღაცა ღონისძიებებზე წამყვანია სიტყვით გამოსვლა და მართლა გულწრფელად თქვი ეს რამდენჯერმე, ეგ ახლაც გულწრფელი ვიქნები, რომ ხანდახან გონია თქო, რომ აქ უფრო გზნობ საქართველოს ვიდრე იქ და აქ უფრო გზნობ ქართულ საქმეს ვიდრე იქ. განსაკუთრებით, როცა აი ეგივე თეატრი რაც დავაქვით, ხო, ვიყავით დაარსდა და ჩვენც ვიყავით მონაწილეობა მივიღეთ. მანამდე კიდე რაღაც ღონისძიებები გამართეს და აუთ ანსამბლები, ცეკვის სიმღერის და კვირაში აქვს რამდენიმე საათი და მიდიან რომ შეიკრიბონ და ქართულ ფესვებს არ მოწყვეტ და ეს არის ზომოდ დასაფასებელი. რამდენიმე კვირაში შეუძლიათ რომ სპექტაკლი დადგან და ეს სპექტაკლი ისე მიიტანონ მაყურებლამდე რომ თითქოს მთელი წლები ვიდეოდა ამ ყოველთვის რეპეტიციას. თან არაპროფესიონალები მოყვარული. თან არაპროფესიონალები. აი როგორი იყო ეს წელი შენთვის? ეს წელი იყო განსაკუთრებული. აბარით გაგვაცანე თუ გაგვაცანე. იცით რა არის ხო იცით ყველა წელთან ერთად ხო უფრო გზენი ხდები ადამიანი ეს ხუმრობით რა თქმა უნდა ნუ კარგია თუ ხდებით თუ რაღაცას არა ხუმრობით თქო დავამატებ არა მე არა ხუმრობით ვიძახი რომ კარგია თუ გავხდებით იცით რა არის ამ წელმა მასწავლა ის რომ თეთრია და შავია რა ადრე ცოტა სხვანაირად ვუყურებდი ყველაფერს ნათელფერებში ყოველთვის ვუყურებდი და ეხაც ვუყურებ მაგრამ
ამ წელიწადმა ჩემთვის ბევრი რამე გაცილებით უფრო ცხადი გახადა, ვიდრე იყო წინა წელს და მე ძალიან მადლიერი ვარ ამ წლის ამის გამო. კიდევ რა თქმა უნდა, რომის გამო და იმის გამო, რომ ჩემს ცხოვრებაში კი ბევრი სასიკეთო ცვლილება იყო. ძალიან კარგი, მაშინ დაგემშვიდობები. აი ამ ნადუსხის ფონზე. გისურვებ რომ 2026 წელი ყოფილიყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე იყო 25 და ვიდრე მანამდე წლები. ძალიან საინტერესო შემოქმედებით წელს გისურვებ, რა თქმა უნდა, მშვიდობას გისურვებ შენ, ჩვენ ქვეყანას, ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს იტალიაში და ყველგან და ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანების წელი. ძალიან დიდი მადლობა. ასევე ყველაფერს საუკეთესოს გისურვებს თქვენს. რა კარგად ჩაგვიანა. შენ გენაცვალე. მრავალმხრივ საქმიანობაში და მოდი ჩემთან რა. მოდი. მოდია, გეხვეწები. ვიდი, აი გავუხნი ხელი ახალი წელი მიულოცე. რა ქვია? რა ქვია? მოიცემ თავი. მიულოცე კიდე ახალი წელი. გილოცა ახალ წელს. გილოცა. კარგი, აი ბიჭი ხარ. აი ეს ექსროდა. შეგაწყვეტინე ბოდიში. არა, რას ამბობ. დიდი მადლობა დღევანდელი ძალიან საინტერესო ინტერვიუსთვის და მინდა რომ გისურვა ულევის სიკეთე, სიხარული. აი ეს ძვიანობა. ბავშვები მოგიყვება, წარმატებები. და ყველაფრის მე მგონი უფრო ხშირ იტალიაში შევხვდებით ვიდრე აქ, მაგრამ როცა იტალიაში გამიხარდა. დროებით მერე და მომიკითხეთ, რომ ძალიან გამიხარდა. ველოდები სხვა წიგნებს. შეხვედრა აუცილებლად. წარმატებები, ბედნიერი. ეს უშუალოდ დაიკავე შეგვიძლია. წაიკითხე მართლა, ხო? და გამიზიარე საბჭოებები. ბედნიერი. ბედნიერად, კარგად. თქვენ და თქვენ. ბრავო დაესწარით.